ბოიკოტი არჩევნებს ვიყავით ფოთში, სენაკში, ვარ წალენჯიხაში, ჩავალ ჩხოროწყუში და ზუგდიდში, შემდეგში აუცილებლად მარტვილში, ხობში, ყველგან, სამეგრელოში, საქართველოს ყველა რეგიონშიც, ქალაქშიც და მთავარი ამოცანა. ხალხს უნდა ესმოდეს, რომ ბიძინაი უზურპატორი მარცხდება დამხობით და შესაბამისად ვეპატიჟებით 4-ში დედაქალაქში სპექტაკლი არჩევნების პარალელურად 100,000-ობით ადამიანი შევიკრიბოთ ქუჩებში. ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ ეშინია ხალხის ძალის და ამას უხსნით ადამიანებს. ოღონდ პირდაპირ გეტყვით, აქეთ გვიხსნიან, რა უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად და ყველა ამბობს, რომ ბოიკოტი არჩევნებს და ერთადერთი ხალხით შეგვიძლია რომ დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი. სამეგრელოს მოსახლეობას ვთხოვ გამძლეობას, რაც ისედაც არაკლიათ, ბრძოლის უნარიანობას, რომელიც განსაკუთრებულად მოზღვაებული აქვს სამეგრელოს რეგიონს და მე დარწმუნებული ვარ, რომ 4-ში ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ სამეგრელოდან იქნება, იმიტომ რომ ყველაზე მეტი თუ რაიმე თავს გადახდენია ბრძოლასთან, ასე ვთქვათ და გაკაჟებასთან, რომ არასდროს ასე ვთქვათ უკან არიხევენ, ეს ერთ-ერთი რა თქმა უნდა არის სამეგრელო და მაქვს ცხადია სამეგრელოს მეგრელების იმედი, მუდმივად არიან ბრძოლის ავანგარდში და ასე იქნება 4-ში. გამოყვიდეს სამეგრელოში და პატევი არ მიაგო ადამიანს, რომელიც აბსოლუტურად უანგარო, უდიდესი ქართველი პატრიოტი და საქართველოს მოყვარული ადამიანი იყო და ყველა ჯერზე ასე იქნება, როცა მე მექნება შესაძლებლობა სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრის, წარმოუდგენელია არ ვიყო გიას საფლავს და პატევი არ მივაგო მას.